საქართველოს შემოვეც და საქმიანი დილა სტუდია სავთანდილ წულაძე და მასთან ერთად ვისაუბრებთ დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე, თუ როგორ აისახება შტატების 47 პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს, მათ შორის კავკასიის რეგიონზეც. დილამშვიდობი სავთანდილ. მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობის. მადლობა მოგზაურობისთვის. გუშინ ვიხილეთ ინაუგურაციის პროცესი ოფიციალურად გახდა დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, თუმცა თქვენი პროგნოზები როგორი არის? მათ შორის როგორც საქართველოსთან მიმართებით, ასევე კავკასიის რეგიონზე. თქვენი ინტერვიუები ნახეთ, ვიდრე დღეს თქვენთან შეხვედრას მოვახერხებდით მომზადების პროცესში, ბაიდენსა და ტრამპს შორის აკეთებთ თქვენ სხვაობას. რა სხვაობა მაყურებლისთვისაც რომ იყოს ეს უფრო გასაგებად და თვალსაჩინო? არა მადლობთ. ბაიდენის პოლიტიკა იყო პროდასალური ქვეყნების ალიანსების შექმნა, რომელიც დაუპირისპირდებოდა ანტიდასავლური ქვეყნების ალიანსს, რომელსაც მეთაურობს ჩინეთი. ეს იყო ცივი ომის სქემა ბიპოლარული სამყაროს შექმნის და ბაიდენი როგორც ახლა ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც ახსოვს პირველი ცივი ომი, ფაქტიურად იმეორებდა ამ სცენარს, როგორც ცივი ომი 2. რაც შეეხება ტრამპს ჩვენ ხო ვხედავთ მისი განცხადებებისგან, რომ ძალიან ბევრი უთანხმოება არის ევროკავშირთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან და ასე შემდეგ. ტრამპი არის კონსერვატორი, იზოლაციონისტი, რომელიც თვლის, რომ თავარია America First, ესე იგი ამერიკის ინტერესები მსოფლიოში და ძირითადად ხედულობაში არის ეკონომიკური ინტერესები. აქ არა აქვს დიდი მნიშვნელობა იდეოლოგიას, რიტორიკას, მთავარი არის ეკონომიკური ინტერესები შეერთებული შტატების. ასეთ შეფასებას მოусმინე და მაინტერესებს თქვენი აზრი. ჯოზეფ ბაიდენი იყო ღირებულებების მიმდევარი პრეზიდენტი, ტრამპი არის ფასის ტრანზაქციების როგორც ფასის ფულის ტრანზაქციების მიმდევარი პრეზიდენტი. ბევრმა სხვადასხვა სინონიმიზაციიდან განსაზღვრებებით გააკეთა აღნიშნული განცხადება, მაგრამ თქვენ როგორ დაახასიათებთ ამ სხვაობას ამ ორ პრეზიდენტს შორის? გარდა იმისა, რომ ასაკობრივადაც დიდი სხვაობა არ არის, უბრალოდ საკმაოდ ყოველთვის ჰიპერაქტიული იყო ტრამპი სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისას და ფიზიკურ გამოხატულებაშიც. ბაიდენი არის გლობალისტი და ტრამპი არის იზოლაციონისტი. იზოლაციონიზმი რას ნიშნავს? ეს არის ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც არის ასე ვთქვათ ნაციონალური, ეროვნული ინტერესებით. ხო, აი გლობალისტები არის ტრანსეროვნული კორპორაციები, რომლებიც თელ სოფლიოში მუშაობენ და პრინციპში მაგათ სამშობლო არ აქვთ. მაგათი მარკეტი არის მთელი მსოფლიო, მაგათ აინტერესებს რომ ეს ლიბერალური იდეოლოგია იყოს, რომ არ იყოს სუსტი სახელმწიფო და ტრამპი იცავს სახელმწიფო ინტერესებს და ნაციონალური ბიზნესის ინტერესებს. უნდა დააბრუნოს ფული შეერთებულ შტატებში, უნდა დააბრუნოს წარმოება შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა როგორ მოგეწონა? შეერთებული შტატების დეინდუსტრიალიზაციამ დაარტყა საშუალო ფენას. და ეს საშუალო ფენა უჭერს ხარს ახლა დონალდ ტრამპს. საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა, რომელიც ახლა გამოაცხადა, ამას მიუსადაგა, რომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს მომარაგებული ჩვენი თხევადი, ხო, ანუ იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ ნავთობი. ესეც მე მგონი კიდევ ერთი განაცხადი არის ყოველგვარი რუსეთის ან ჩინეთის ხსენების გარეშე საინაუგურაციო სიტყვაში, სადაც მართლა არ ხსენებულა არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც უკრაინაზე უსაუბრია. არა, ერთი ქვეყანა აინტერესებს შეერთებული შტატები. ეს არის რეალობა. დიახ. და ჩვენ თუ ვაფასებთ ისე რომ ტრამპის მიზანი არის მხოლოდ რიცხვები და ეკონომიკური აქტივობა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც საქართველოსთან რას უნდა დავაკვირდეთ? ანუ როგორ ხედავს ამ შემთხვევაში ტრამპი ეკონომიკურ ინტერესებს ისევ როგორც საქართველოში, შტატებისთვის, ამავდროულად კავკასიის რეგიონზეც? ესე იგი, ანუ რა ინტერესი შეიძლება ხაზი უნდა გაუსვა, რომ ბევრი ცდება იმ ხრივ, რომ აი ახლა არის ძალიან ბევრი განცხადებები
რომ ტრამპი გახდა პრეზიდენტი და ჩვენ რაღაც კავშირებს დავამყარებთ და ასე შემდეგ. რიტორიკას, იდეოლოგიას ტრამპისთვის არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ეს განცხადებები გინდ ყოფილა, გინდა არა. მთავარი ეკონომიკური სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ტრამპს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური ინტერესები. თუ გახსოვთ, იყო ტრამპ ტაუერის პროექტი, არ განხორციელდა, რატომ? იმიტომ რომ არ ნახა ეს არის მომგებიანი იმისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანა მოვიზიდოთ ტრამპის ყურადღება ეკონომიკურ სფეროში, რაღაც ახალი პროექტებით, ახალი ინიციატივებით. ეს იქნება ერთადერთი რაც მოიზიდავს მას ჩვენსკენ. ერთადერთი და მეორე არის მომენტი კიდევ რომ რადგანაც მაინც მთავარი ახლა მეტოქე არის ჩინეთი და მისი მოკავშირე რუსეთი, ესე იგი რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება პირველ რიგში ჩვენს რეგიონში ეს იქნება პრობლემა მაშინ. რა თქმა უნდა. ბატონო ხსენდ, ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მინდა თქვენი მოსაზრება ესეთ თემაზე, რაც მეც და დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, უბრალოდ თქვენ შეიძლება ამაზე როგორც სპეციალისტ მეტი გქონდეთ ნაფიქრი შესაბამისი ანალიზით. ფაქტია, რომ მიდის ეგრეთ წოდებული გახურება მსოფლიოს ახალი წესრიგის გადანაწილებისთვის დასამყარებლად ვიღაცა ამას იალტა 2 ეძახის, ვიღაცა ფაროსი 17. რა მნიშვნელობა აქვს ეს სხვა თემა. მეორეა ეს როდის რა და რა ფორმით შედგება თუ არა საერთოდ, მაგრამ ყველა წინაპირობა ამისკენ არის. ვინდას ხდებიან საბოლოოდ მაგიდასთან და რა იქნება, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო იქნება. თუმცა რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომელიც გზაგასაყარზეა ახლა, არც თუ სახარბიელო ამ ნაწილში ადგილმდებარეობით, როცა შეიძლება უბრალოდ უხეშად ნახევარსფეროებით ან რაღაცა სხვა ტერიტორიებით მოხდეს გადანაწილება, თან ტრამპმა სი ძინპინი პირდაპირ მონიშნა თავის თავარ მომლაპარაკებელ პირად და არა პრეზიდენტი პუტინი ან სხვები. აი ამის თაობაზე თქვენი აზრი. რადგანაც ეს იალტა ჯერ არ შედგა ასეთი კონფერენცია იალტა ბჭყალებში, ხო, ესე იგი გავლენის სფეროების გადანაწილება ჯერ არ მოხდა. ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ამ დიდი ქვეყნების ამ ორი ბანაკის, ასე ვთქვათ, ინტერესები ჩვენ რეგიონში, სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდა ეს საზღვრები ამ ბანაკებს შორის. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი დიპლომატია და რბილი ძალა, soft power. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი სუსტი წერტილი, ჩვენ soft power არ გაგვაჩნია, ჩვენ გვაგაჩნია უბრალოდ განცხადებები, ან პროდასავლური, ან ანტიდასავლური, მაგრამ ჩვენ არ ყავს ლობისტები, რომლებიც მას უნდა იმუშაონ, აი ტრამპის ყურადღება რომ მივიზიდოთ, ხო, თავისით ის არ მოხდება ეს ყველაფერი. უნდა იმუშაოს ლობისტებმა, უნდა იყოს ორგანიზებული სტრატეგიული მუშაობა ამ რბილი ძალის განხორციელებისთვის. პატარა ქვეყანა ვარ, ჩვენ არ გვაქვს დიდი ჯარი, არ გვაქვს ისეთი ბიუჯეტები, მაგრამ რბილი ძალა ეს არის ინტელექტი. ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები და უნდა გამოვიყენოთ ეს ჩემი აზრით. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, ბატონ ალექსანდრე. ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი სტუმრობდა საქმე ინდილას პირდაპირ ეთერს.